ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჯამრთელი დილა, მეტყველების თერაპევტი ნინო დოხნაძე შემოგვიერთდა, რაც შეეხება თემას მეტყველების საფუძვლები და დისლექსია. ქალბატონო ნინო, მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობათ. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და რა თქმა უნდა, თემა ძალზედ აქტუალურია. მეტყველება ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია და მოდით დავიწყოთ საუბარი მით თუ რა ეტაპებს გადის ბავშვი მეტყველების განვითარების პროცესში და ზოგადად მეტყველების საფუძვლებზე გავაკეთოთ აქცენტი. უპირველეს ყოვლისა ეს და მერე შემდეგ რა თქმა უნდა დისლექსიაზეც ვისაუბრებთ. გისმენთ? იბატონო, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბედნიერ დღეს ვუსურვებ თქვენს მსმენელებს და თქვენ, რა თქმა უნდა. და მეტყველება ეს არის ვითარება ონტოგენეზის პროცესში ჩასახვის მომენტიდან ცხოვრების ბოლომდე, ფსიქიკური და გონებრივი განვითარების პარალელურად და ეს პროცესი მისი საერთო განვითარების მახასიათებელია. პირველ რიგში, როგორც აღნიშნე, მეტყველება არ წარმოადგენს თანდაყოლილ უნარს და მისი განვითარების პროცესი საკმაოდ რთული არის, ეტაპობრივად მიმდინარეობს და მისი განვითარება საკმაოდ მოიცავს ეტაპებს. დაბადების მომენტიდან ბავშვს პირველ რიგში უჩნდება სახმო რეაქციები, ხო, ყვირილისა და ტირილის სახით გამოხატავს. ეს ყვირილი არის პირველი მნიშვნელოვანი ინტონაცია, რომელსაც აქვს საკომუნიკაციო შინაარსი. მაგალითად, ბავშვს, როდესაც ტკივა მუცელი შეიძლება ცოტა სხვანაირი ყვირილის ინტონაციით გამოხატოს და გავიგოთ, რომ მუცლის ტკივილი აქვს, ეგრეთ წოდებული შებერილობა, კოლიკი, როდესაც შია, აბსოლუტურად სხვანაირი სხვა ტირილისა და ყვირილის ინტონაცია გვესმოდეს და ეს დედისთვის სრულიად გასაგები გახდეს. შემდგომი ეტაპი, რომელსაც უკვე ეს ახლავს ჩდება უბრალოდ პერიოდში ჩდება უკვე სპეციფიური სახმო რეაქცია ღუღუნი, ხომ? აი აგვისტოს რომ ამბობს ბავშვი, ეს ღუღუნის პერიოდი, სადღაც დაახლოებით 2 და 3 თვის ასაკში იწყება ეს პერიოდი და შემდგომ მოდის უკვე მარცვლები ტიტინის სახით. ანუ ტიტინის ფაზა. ესე მოწოდებთ ჩვენ სპეციალისტები. ამ ტიტინის ფაზის პროცესში იწყება ეს მარცვლების სტრუქტურის გაერთიანება. მოდის პირველი სიტყვა, შემდგომ უკვე 9-11-მდე დედა, მამა, ბაბუ და ასე შემდეგ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ბავშვის განვითარებას რა თქმა უნდა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს მშობელი, პედიატრი, აუცილებლად რომელთანაც ძალიან ხშირი ურთიერთობა აქვს თავდაპირველად დედას და ამგვარად შემდგომ უკვე ეტაპების გასავლელად რომ ბავშვმა სწორად გაიაროს ეტიოლოგიური ფაქტორები, ანუ ეს რაც არის მეტყველების დარღვევას რაც მე შემდგომ შეიძლება რომ გამოიწვიოს, ეს შეიძლება რომ აღნიშნო რომ ეს არის რთული და პოლიმორფიული დარღვევა, როდესაც სულ პატარა არასაშრომო ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს მეტყველების ესა თუ ის დარღვევა, ხო? მაგრამ უმნიშვნელოვანესად, ეხლა მე არ მინდა რომ ძალიან სიღრმისეულად ჩავეჭიდო, იმიტომ რომ დისლექსიაზე მინდა რომ უფრო მეტი აქცენტირება გავაკეთო. ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მივაქციოთ ბავშვის 5 წლამდე ასაკს. აი, ყველაზე დიდი მნიშვნელობა რაც ხდება, ეს არის ის პერიოდი, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანია მეტყველების განვითარება და ეს ყველაფერი უფრო მეტად საბავშვო ბაღსა და მერე შემდგომ სკოლაშიც კი ხშირად ხდებით, რომ ბავშვებს, რომლებსაც აქვს მეტყველების დარღვევა, ეს შეიძლება გამოხატული იყოს შემდეგნაირად. პირველი რაც შეიძლება აღვნიშნოთ, ეს არის ბგერაწარმოთქმის დარღვევა, მათ არ აქვს ჩამოყალიბებული ფონემატური ეს ნიშნავს, რომ სმენით ვერ ასხვავებენ ერთმანეთისგან მსგავს ბგერებს. კი ბატონო, დარღვეული აქვს აგრეთვე სიტყვის მარცვლობითი სტრუქტურა, ვერ იცავენ სიტყვაში მარცვლთა რაოდენობას და რიგს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის შემდგომ უკვე წერა-კითხვის განვითარებისთვის. ქალბატონო, ლექსიკური მარაგი, აი ეს უნდა აღვნიშნო აუცილებლად რაც დამახასიათებელი არის. დიახ, და შემდგომ უკვე არსებითი სახელებს და ზმნებს ძალიან მარტივი წინადადებებით იყენებენ. ქალბატონო, სანამ ჩვენ ესე ძირფესვიანად დისლექსიაზე ვისაუბრებთ, რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა მეტყველება? ხო, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, ანუ როგორც აღნიშნე იმ პერიოდს, ანუ რა პერიოდიც უნდა გამოიაროს ბავშვმა ის იქნება ღუღუნის ეტაპები აუცილებლად, დაახლოებით წინახევრის ასაკში უკვე დაახლოებით ბავშვი უნდა ქონდეს 150 სიტყვა მაინც და უნდა იყენებდეს 2 სიტყვიან წინადადებებს, ადედედა, მომე, წავიდეთ, აი ეს სიტყვები უნდა იყოს მარტივი, მისთვის ყველასთვის გასაგები და შემდგომ ეტაპისთვის ხდება სტრუქტურული უკვე წინადადების წყობა. ანუ წინახევრის ასაკში მოცემული სიტყვათა მარაგი შეიძლება არ იყოს 2 სიტყვიანი გამოხატულებით, მაგრამ იყოს ცალკეული სიტყვები. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ბავშვი იწყებს საუბარს, აზროვნებას, მეტყველებას
მისი ყურადღება უფრო შედარებით გადატანილი არის ვერბალურ მხარეზე, თუმცა ეს ყველაფერი, როდესაც არ არის და 2 წლამდე მაყოლაზე საგანგაშო წითელი დროშა, რომელიც შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ ეგრეთ წოდებული, აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს, რომ ის წინაპირობები, ის ანამნეზი ბავშვთან მიმართებაში, რაც არის დაბადებიდან 2 წლამდე, ეს ყველაფერი გაიაროს აუცილებლად სპეციალისტთან მშობელმა. კი ბატონო, და რა ტიპის დარღვევაა დისლექსია და როგორ უნდა ამოვიცნოთ? ხო, ეხლა ნახეთ, ეხლა ვიდა რომ აღნიშნო აუცილებლად დისლექსიის წინაპირობა, რომელიც შესაძლებელი არის, დიახ, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი არის, შესაძლებელი არის ეს ყველაფერი მოხდეს სკოლამდელ ასაკამდე. მიხდით? რომ სკოლამდელ ასაკამდე ეს ხო, დიახ, ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ამის აღმოფხვრა შესაძლებელი არის გაგება და მერე უკვე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის სწორი მიმართულების მიცემა. სკოლაში ხდება ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე ბოდიში, ბაღში შესაძლებელია მოხდეს და ეს ყველაფერი შეიძლება გამოხატული იყოს სხვადასხვა დარღვევებით, რომლებიც უკვე წეღა ზემოთ ჩამოვთვალე, მე უკვე ეს გადაწარმოების დარღვევა და ასე შინადებებში ვერ ახერხებს ბავშვის სიტყვათა შეთანხმებას. მეტყველების დროს ძირითადად ხმარობენ მარტივ გაურკვეველ წინადადებებს, არასწორი გრამატიკული ფორმირება მოდის აი ამ დროს და ეს ყველაფერი კი უკვე ბავშვის ნორმალური ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე უარყოფით მოქმედებს და რომელიც აძლევს გარშემოუყოფებს ურთიერთობის, რა თქმა უნდა, დარღვევას, ხო? ბავშვი ვერ ახერხებს სრულფასოვნად ჩამოაყალიბოს თავისი მეტყველება, აზრის გადმოცემა და უჭირს გარშემოუყოფებთან ურთიერთობა. კომუნიკაციის პრობლემა, გასაგებია. კი ბატონო, რაც ეს მე შემდგომ უშლის შემეცნებითი პროცესების სწორად ჩამოყალიბებას, ხო? ეს უკვე აი ახლა უკვე შეგვიძლია აღვნიშნოთ ართულებს კითხვას, წერას, წერის შესწავლას, დასწავლის პროცესებს, რაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს პროცესები უკვე კარგად იჩენს თავს სკოლაში, ვერბალური დასწავლის პროცესი არის დარღვევის დროს. ამ დროს დიფერენცირება, პრობლემის დიფერენცირება შეგვიძლია და დიაგნოსტირება, ხშირად როგორც აღნიშნე უკვე სკოლამდელ ასაკში მოდის და დისლექსიის დიაგნოსტირებამდე ამ ეტაპებს ძალიან დიდი ყურადღება აქვს. უნდა მივაქციოთ, ხომ? უნდა მიიქცეს, რა თქმა უნდა, უნდა მიიქცეს ბაღის პედაგოგებმა და მშობლებმა ყურადღება, რომ შემდგომ უკვე როგორც აღნიშნე, შეძლონ ამ აღმოფხვრა ამ პრობლემის. კი ბატონო. რაც შეეხება დისლექსიას უკვე, ხომ, ეს კითხვის პროცესის სპეციფიური ნაწილობრივი დარღვევა არის, ფართო მნიშვნელობით კი ენით გაშუალებული დასწავლის უნარის დაქვეითებას ნიშნავს. ანუ პოპულარული ენით რო მაინც ავხსნათ? აი, ნახეთ, კითხვის პროცესის სპეციფიური დარღვევა არის. კი ბატონო. და ანუ ნახეთ, დასწავლის პროცესებს ახლავს ეს, ანუ დასწავლის პროცესების უნარის დაქვეითებას შეიძლება ახლდეს ეს პროცესი, რომელსაც არ აქვს დაბალი ინტელექტის მაჩვენებელი, არც ქცევა და არც мотиваციის დარღვევის შედეგი არ გამოვლინდეს, თუმცა კითხვის უნარები და წერა-კითხვის უნარები დისგრაფიას გულისხმობს ამ შემთხვევაში, აუცილებლად მე შემდგომ ეტაპზე შეიძლება განვითარდეს. ეს განვითარების პროცესი არის ნახეთ როგორი რაღაცა გენეტიკური ფაქტორებზე განსაზღვრავს და თავისთვის ატიპიური, სპეციფიური სტრუქტურა და ფუნქციური დარღვევა შეიძლება თან ახლდეს. ანუ ჩვენ უკვე მიზეზებზე ვსაუბრობთ. უკვე შემდგომში შესაძლებელია მიზეზებზე ვისაუბროთ. დიახ, კი ბატონო, უბრალოდ ნახეთ, მინდა რომ ჩამოვაყალიბოთ, ანუ რა შეიძლება დისლექსია რა არის და რა იყოს გამოწვევი მიზეზი, რომ შემდგომ უკვე და რას მიაქციონ მშობლებმა ყურადღება, კი ბატონო. კი ბატონო, კი აუცილებლად. ვერბალურ მხარეს მინდა რომ ძალიან დიდი ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვერბალური დასწავლის უნარი დარღვეული თითოეულ ბავშვს რა თქმა უნდა შემთხვევაში ინდივიდუალურად ვლინდება, ეგრეთ წოდებული ეხლა აღნიშნე წითელი დროშების წარმოადგენს და ეს წითელი დროშები შეგვიძლია ჩვენ რომ ძალიან აქტიურად გამოვყოთ, ეს არის წერისა და კითხვის პროცესებთან დაკავშირებული საკითხები, სიტყვის რას ნიშნავს ეს, ანუ ლექსიკასთან დაკავშირებული სირთულეები, სიტყვის გაგებისა და ზოგადად სიტყვის ცნობადობასთან დაკავშირებული სირთულეები, მათემატიკის ათვისების სფეროში სირთულეები
პრობლემები შესაძლებელი არის გამოვლინდეს, ანუ რიცხვების დამახსოვრებისა და თვლის დაკავშირებული პრობლემები. ეს ხდიახ და ეს ნიშნები უკვე დისკურსზე მიგვითითებს და შესაძლოა რომ ამ ბავშვებში ხდებოდეს რომელთაც არავერბალური დასწავლის უნარების დარღვევაც აღენიშნებათ, ხო? აი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც ახლავს ვერბალური დასწავლის უნარების პრობლემას და ამ დროს ყველანაირი კითხვის დარღვევა სამიდა კიდე რომ აღნიშნე, კითხვის დარღვევა შესაძლებელი იყოს გამოვლინდეს, თუმცა აქაც უნდა მოხდეს აუცილებლად გამიჯნა, რომ დისლექსია შეიძლება კითხვის უნარის პრობლემა ქონდეს ბავშვს, მაგრამ ბავშვს არ ქონდეს დისლექსია. ეხდით? ესეც გასამიჯნია, უნდა მოხდეს. დიახ, ამის კი ბატონო სწორი დიაგნოსტირება უნდა მოხდეს და აი აქ უნდა მიექცეს ყურადღება და ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ აი კითხვის უნარების დაღრღვევას ხანდახან ახლავს ინტელექტუალური დარღვევა, ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევა, კითხვის უნარების სირთულეების მდგომარეობა და არა დარღვევა, ანუ ხაზგასმები, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის ასევე დარღვევა, სმენისა და მხედველობითი ინფორმაციის გადამუშავების პრობლემებიც. აი ეს პრობლემები და ეს ყველაფერი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ უნდა მოხდეს ნეიროფსიქოლოგის დასკვნის შედეგად. ანუ ნახეთ, კითხვის სისტემური ანალიზი ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკის საშუალებით ხორციელდება. მისი მიზანი არის ყველა იმ კომპონენტის შემოწმება, რომელიც კითხვის სისტემაშია და იმის დიფერენციაცია, რომელი კომპონენტი არის დარღვეული, ან სუსტი მხოლოდ იმის საფუძველზე შესაძლებელია კითხვის პრობლემის ინტერვენციის პრობლემის შემუშავება. ანუ ძალიან ხშირად პირდაპირ ანუ კითხვის პრობლემა როდესაც აქვს ბავშვს, ხო დისლექსიას მივაწყეთ რატომღაც და ანუ სკოლაში ცდილობენ რომ მასწავლებლები დისლექსიკი არის ბავშვი უბრალოდ უჭირს კითხვის პრობლემა უჭირს წერა და არც კი ცდილობს მშობელი რომ თუნდაც შეაფასოს ბავშვის სრულფასოვნად რომ დადგინდეს ეს დისლექსიკი არის ბავშვი უბრალოდ თუ მას კითხვის უნარების პრობლემა აქვს რომელიც ზემოთ აღნიშნული უკვე ჩამოთვალე საიდან შეიძლება რომ გამომდინარე არის თუ არა ეს პრობლემა დაძლევადი და როგორი ტიპის სწავლება მოიაზრება დისლექსიის მქონე ბავშვებისთვის? რა თქმა უნდა, ეს ამ ტიპის ნახეთ, ესეც ინდივიდუალურია, თუმცა რა თქმა უნდა, დღესდღეობით შესაძლებელია ყველაფერი სწორი მიმართული მუშაობის შედეგად, ენისა და მეტყველების თერაპევტის ჩართულობა, ფსიქოლოგის ჩართულობის შედეგად ხდება ამ ყველაფრის რა თქმა უნდა, სწორი მიმართულების მიცემით გამოიხატება ის, რომ ანუ მშობლებს ძალიან ხშირად აი ბავშვებს აძლევენ იმის საშუალებას, რომ სიტყვაზე არიან მშობლები, რა თქმა უნდა, რომ თვითონ იღებენ ინიციატივას, უკითხავენ წიგნებს. ეს ძალიან კარგი არის აუდიო მეხსიერებისთვის, კი ბატონო ვეთანხმები, თუმცა შესაძლებელი არის, რომ ეტაპობრივად მოხდეს კითხვის უნარების დასწავლა ბავშვებთან, დავაცადოთ ბავშვებს აუცილებლად ნელა კითხვა გარემო იყოს მათთვის სრულფასოვანი არ უნდა მოხდეს დაცინვა კითხვის პროცესის დროს უნდა იყოს აუცილებლად რომ მივცეთ რაღაცნაირი შექების ფაზა რომ ის კარგად კითხულობს შეუძლია მას კითხვა უბრალოდ ნელი პროცესით აკეთებს აი ამ ყველაფერს და მნიშვნელოვანი კიდე აი 6 წლამდე მშობლებმა რაც უნდა გაითვალისწინონ როდესაც გადმოცემის პრობლემა არის და აზროვნების პრობლემა ბავშვებთან წავკითხვის შემდეგ აი ზღაპარი მაგალითად ზღაპრის საკითხვის შემდეგ რომ ერთად განიხილონ თუნდაც ორი წინადადება ან თუნდაც ერთი წინადადების შინაარსი ძალიან კარგი იქნება რომ ამ ყველაფერს მერე თვითონ ბავშვი გადმოცემდეს აანალიზებდეს თავისი რა თქმა უნდა სტრუქტურული ენის საშუალებით როგორც შეძლებს ეტაპობრივად მერე უკვე სკოლაში სწავლება კითხვის პროცესი ძალიან კარგი იქნება დამხმარის ერთ-ერთი დამხმარი საშუალება არის როდესაც ტექსტის დროს სიტყვებთან ერთად არის მოცემული სხვადასხვა ნახატები. ბავშვს ვთხოვთ ჩვენ რომ აი სწორი ფორმით ნახატის მეშვეობით დაასრულოს წინადადება. ეს ბავშვებისთვის ძალიან სახალისო პროცესი არის, საინტერესო არის. ეს არის მოკლე ტექსტები, რომელიც სპეციალურად ჩვენ შექმნილი გვაქვს სპეციალისტებს და ვიყენებთ აი ამ ტექნიკას. სხვადასხვა ტექნიკები არის, რა თქმა უნდა.
კითხვა პასუხის რეჟიმი ყველაზე მნიშვნელოვანი. თლიანი გადმოცემით აზროვნების საშუალება ბავშვს რომ მივცეთ, ანუ ერთი წინადადება ან ორი წინადადების წაკითხვის შემდეგ უკვე კითხვებზე პასუხის გაცემა. კი ბატონო. აი ეს დიდი მნიშვნელობა ამას და ანალოგიურად შემიძლია გრაფიაზეც ვისაუბრო, რომ კი ბატონო, დიახ, მისცენ ბავშვებს საშუალება რომ ანუ ნელი ტემპით შეასრულონ წერა, როგორც მათ სურთ, ისე დაწერონ წერის დავალების სირთულე. ანუ მიეცეთ ბავშვს რომ მეტი დრო წერის დროს და დავალების შესრულების დროს და აი ესე შემდეგ, ანუ სხვადასხვა საშუალებები, რაც ახლავს ამ პროცესებს, მნიშვნელოვანი არის რომ ინფორმირებული იყოს მშობელი, პედაგოგი სკოლაში, რომ აბსოლუტურად შეუქმნათ განემოპირობები ბავშვს იმისთვის, რომ სრულფასოვნად იგრძნონ თავი და გარიყულად აიგრძნონ დაცვინის საგანი არ გახდნენ. აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ქალბატონო ნინო, რა თქმა უნდა, გუნდური მუშაობა დებს შედეგს და თქვენ სპეციალისტი ახსენეთ და მაინც თუ მშობელი ეჭვობს, რომ მიშვილს წერა-კითხვის უნარის დარღვევა აქვს, ვის უნდა მიმართოს, რომელ სპეციალისტს კონკრეტულად? ესა და მეტყველების თერაპევტს აუცილებლად, რომელიც უზრუნველყოფს აი ამ პირობებით და გასაზღვრას, ანუ რა პრობლემის წინაშეც არის, რა თქმა უნდა, სპეციალისტი, ბავშვი და ეტაპობრივად ხდება მერე მუშაობის პროცესი იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვმა სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა თავის თავთან, რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი აღმოიფხვრება ეტაპობრივად. დიახ, და რაც შეეხება ნეიროფსიქოლოგის ჩართულობას, რამდენად მნიშვნელოვანია? ნეიროფსიქოლოგის ჩართულობა, ნახეთ, ეს ნეიროფსიქოლოგის ჩართულობა ვიგულისხმებით, რომ სწორი დიაგნოსტირება მოხდეს, მშობელმა იცოდეს ეს ყველაფერი და შემდგომში უკვე მენისა და მეტყველების თერაპევტთან ერთად ფსიქოლოგის ჩართულობაც არის ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი, ეტაპობრივად ეს ამ ყველაფრის განსაზღვრა, კარგით? აი ეს ყველაფერი რომ მოხდეს. და რაც შეეხება დაგვიანებულ დიაგნოსტიკას, ამ შემთხვევაში რა პრობლემები იქმნება? აი უკვე არსებითი პრობლემები უკვე წინა პლანზე არის, ძალიან აქტიურად ჩანს. დაგვიანების შემთხვევაში უბრალოდ შესაძლებელია კიდე რომ აღმოიფხვრას აი ეს პრობლემა. დაგვიანება ესე თუ ბავშვი არ მივაქცევთ ყურადღებას 16 წლამდე, უკვე რა თქმა უნდა ეს პროცესები მასში უკვე ძალიან სიღრმისეულად არის ჩამჯდარი, რა თქმა უნდა, თუმცა შესაძლებელია ბავშვიდან გამომდინარე, უკვე მოზარდი ასაკიდან გამომდინარე, შეძლოს ბავშვმა ამ ყველაფრის აღმოფხვრა, შეძლების დაგვარად, შეიძლება სრულფასოვნად აღარ ამოიფხვრეს, თუმცა შეძლების დაგვარად მაქსიმალურად მისი მონდომებიდან გამომდინარე ხდება ყველაფრის, რა თქმა უნდა, გარკვევა და უკვე შემდგომ უკვე გამოსწორებაც. კი ბატონო, და ზოგადად რაც შეეხება სტატისტიკას, მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც რამდენად არის გავრცელებული დისლექსია ბავშვებში და საზოგადოებამ რა იცის ამის შესახებ? ნახეთ, სამწუხაროდ ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ეს პროცენტული მაჩვენებელი საქართველოში. აი დაახლოებით 2 თვის წინ ჩატარდა კვლევები, სულ რაღაც 118 ბავშვი იღებდა მონაწილეობას და 118 ბავშვი ძალიან ცოტა არის სტატისტიკისთვის. უმეტი იყო ბიჭი. ბიჭებში აღინიშნებოდა დისლექსია ვიდრე გოგოებში. ეს შემიძლია რომ გითხრათ ამ ეტაპისთვის და მსოფლიო, ანუ ამერიკის კვლევებით 23%, ანუ მოსახლეობის 23%-ს აღინიშნება დისლექსია. კი ბატონო, და აი თქვენ ახსენეთ რომ ბიჭებში უფრო მეტად აღინიშნება და ზოგადად ასეთი სტატისტიკაა მთელ მსოფლიოში და გამოწვევი მიზეზი თუ ვიცით, ანუ ვაჟებში რატომ ფიქსირდება უფრო? ნახეთ, როგორი სიტყვის არის იცით, ვაჟებში ძალიან სწრაფად მიმდინარეობს განვითარება პირველი ეტაპისთვის და მშობელი რაღაცნაირად ყურადღებას არ აქცევს მის პრობლემას, თუნდაც ის რომ გადმოცემის პრობლემა იყოს, ანუ უფრო მეტად ორიენტირებულები არიან სპორტზე, მშობლები, ანუ დიახ, მივხვდით, ის ლექსიკური
მარაგის პროცესი, თუნდაც ბგერად წარმოქმნის პროცესი, ანუ ეს პროცესები ეტაპობრივად მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, ინაპლანსი არ არის, არაუშავს სკოლაში ისწავლის, გადმოცემა წამოვა, აზროვნება წამოვა, ყურადღების დეფიციტს აღარ აქცევენ ყურადღებას, უფრო მეტად გოგუებთან უფრო მივხვდით აი რაღაცნაირად თუნდაც ის რომ ზღაპრის საკითხვის პროცესი, დასწავლის პროცესი ცოტა სხვა ეტაპებით მიმდინარეობს და ამიტომ გამოიყოფა ეს უფრო მეტად ეს ბავშვებში. კი ბატონო, მე ვიდა აღნიშნო დისლექსიკები ფანტასტიკურად მფრობელები არიან, გამოგონებლები არიან, ეს რაც უკვე კვლევებმა აგვიჩვენეს და ასევე ლიდერებიც არიან ძალიან ცნობილი ბევრი ადამიანი. კი ბატონო, და ეს შეზღუდული მდგომარეობა, ეს არის აზროვნების სპეციფიური კონფიგურაცია. დიახ, და ქალბატონო ნინო, ჩვენი საუბრის დასასრულს რას ეტყოდით მაინც ჩვენს მსმენელს, მშობლებს, რომლებიც აი ახლა დადგნენ ამ გამოწვევის წინაშე? ნახეთ, აუცილებლად პირველ ეტაპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გააკეთონ, არ დაელოდონ არავითარ შემთხვევაში დროს. ანუ ჩვენი კიდე დღეს ამდენი ინფორმაციის მიუხედავად მაინც კიდე არის ის პრობლემა მშობლებთან, რომ არაუშავს მეც გვიან დავიწყე ამ შემთხვევაში კითხვა, მეც გვიან ისწავლე წერა, მაგრამ წერ კიდევაც კითხულობ კიდეც. ანუ აი ამ პროცესებს არ დაელოდონ, მეტყველების შეფერხება პირველივე ეტაპზე გამოვლინდება თუ არა, აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს, ნეიროფსიქოლოგს, ფსიქოლოგს, ენისა და მეტყველების თერაპევტს, აუცილებლად მშობლებმა, რომ ეს შემდგომი პერიოდი, მე უკვე რომელიც არის სასკოლო უნარჩვევებისთვის და აკადემიური კუთხე, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ენის სტრუქტურას, ხომ აღმოიფხვრას ადრეულ ასაკშივე, რომ შეძლონ შემდგომ ბავშვებმა სრულფასოვანი ქცევის გამოხატულება, ვერბალური მხრით, რა თქმა უნდა, და კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, სოციუმთან. ეს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ ეტაპებს, რომ დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კი ბატონო, დროული დიაგნოსტიკა და დროული ჩარევა, რა თქმა უნდა, ყოველთვის დებს სასურველ შედეგს. მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის, გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი სტუმარი იყო მეტყველების თერაპევტი ნინო დოხნაძე, ხოლო საუბრის თემა მეტყველების საფუძვლები, დისლექსია. ეს იყო გადაცემა ჯანმრთელი დილა. რადიო ემედის დილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას და მე მალე დაგიბრუნდ.